საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის რიგი ნორმების შეცვლის საკითხს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. კონკრეტულად კი დავის საგანს სასამართლოს მიერ პირის ქმედიუნაროდ აღიარების საკითხი წარმოადგენს. მოქმედი კანონმდებლობით ქმედიუნაროდ ცნობილ პირს სრულად ეკრძალება მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო ურთიერთობებში დადოს წვრილმანი გარიგებები დაქორწინდეს. ასევე როგორც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებისა და მკურნალობის პროცესში საჭირო არ არის მისი თანხმობა. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ პირის ქმედიუნაროდ მიჩნევა ავტომატურად არ გულისხმობს ყოველგვარი უნარისა და შესაძლებლობების დაკარგვას. შესაბამისად, ქმედიუნაროდ ცნობილ პირს უნდა ეკრძალებოდეს მხოლოდ იმ ქმედებების განხორციელება, რომელიც მის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვენ, რომ სადაო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი. თემის დეტალები მათეს მთავარ გამოშვებაში. არ შეიძლება ესე ტოტალურად ადამიანისთვის უფლებების ჩამორთმევა, შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული თითოეულ ფუნქციასთან მიმართებაში და რა თქმა უნდა შესაძლებელია მოხდეს უფლების შეზღუდვა, ოღონდ არა ყველასი, არამედ მხოლოდ იმათი, რომელიც არის რელევანტური კონკრეტულ პირთან მიმართებაში. მოსარჩელეება მომართეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ამ საქმეზე წარმომადგენლობას ახორციელებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ნორმები უნდა ცნოს სასამართლომ არაკონსტიტუციური.